დასწავლით, როგორ გადავაქციოთ IFC ფაილი თეკლას მოდელად. ეს მოდელიდან ვამატებთ ფაილს, ხოლო მიმაგრების წერტილად ვირჩევთ თეკლას მოდელის სათავეს, რომლის კოორდინატებია 0, 0. შემდეგ ვიღებთ შენახულ ფაილს და მონიშნულ ადგილას ვაგდებ. შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის IFC ფაილი დაამატოთ, იქნება ეს არქიტექტურისგან მიღებული თუ Map Engineer-ისგან. როგორც ხედავთ, მოდელიც დაემატა და გამოგვიჩნდა რეფერენს მოდელის განყოფილებაში. სანამ კონვერტაციას გავაკეთებთ, მანამდე აუცილებელია, რომ setting-ებში სწორი პარამეტრი დავაყენოთ. ვირჩევთ conversion as extrusions, რათა თეკლამ IFC გეომეტრია აღიქვას როგორც საინჟინრო ელემენტად და არა როგორც უბრალოდ სტატიკურ ობიექტად. ეს გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ თეკლას ავტომატური დაარმირების ყველა ინსტრუმენტი. როგორც ხედავთ, ეკრანზე გამოვიდა ის ყველა მონაცემი, რომელსაც კონკრეტული მოდელი შეიცავდა. მაგალითად, სახელწოდება, მასალა, პროფილები და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ IFC მოდელით რომ გავთიშოთ, დაგვრჩება თეკლას ელემენტები. საჩვენებლად ვირჩევთ ერთ-ერთ კოლონას და ვამატებთ მის მარკას, პროფილსა თუ მასალას. ახლა უკვე შეგვიძლია რომ დავაარმიროთ ჩვენი ელემენტი კომპონენტების საშუალებით, ვიდექთ კოლონის არმირებას, უკვე დასავებული მაქვს კოლონის არმირების კონკრეტული პარამეტრი, ვირჩევ მას და გადავდივართ არმირებაზე. მოდელის დაარმირების შემდეგ შეგიძლიათ დაექსპორტოთ თქვენი არმირებული მოდელი და IFC ფაილად გაუგზავნოთ სასურველ ადრესატს, იქნება ეს არქიტექტორი, Map Engineer თუ პროექტ მენეჯერი. მადლობა ყურადღებისთვის.